ჩვენ ვცხოვრობთ პოლიციურ სახელმწიფოში და საპოლიციო რეჟიმში. ამ ბოლო პერიოდში, რასაც ჩვენ უყურებთ, მე მაგალითად მახსენებს გარკვეულ წარსულსაც. როგორ მუშაობდა და მუშაობს საპოლიციო რეჟიმი ახლა და მაშინ და რა საერთო მსგავსებები ახასიათებს მას. პირველ ვიდეოს, რომელსაც ჩვენ ნახავთ, ეს იქნება განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის ზვიად ხარაზიშვილის რუპორში ხმის გამაძლიერებაში ხალხის და აქციის მონაწილეობის შეგინება. და მე ზუსტად გამახსენა ის ჩემი ბავშვობა 7 ნოემბერი, როცა პოლიცია მარშით მოდიოდა, აღმერთებდა და ადიდებდა პრეზიდენტს და აგინებდა ოპოზიციურ ლიდერს ბადრი პატარკაციშვილს. პოლიცია იგიდება იქიდან. ორივე შემთხვევაში ის თქმა შეიძლება, ხო? პოლიცია, რომელიც გადაქცეულია პირდაპირ პარტიისადმი მსახურებაში. და ისინი ემსახურებენ არ საქართველოს, როგორც ის ცნობილ სიმღერაშია. არამედ ემსახურებიან პარტიას. მაშინ ეს იყო ნაციონალურ მოძრაობა, დღეს არის ქართული ოცნება. თქვენ ნაძირალებო მართლა. და არ გაგივათ ეს რევანში. რუსული დროშები არ იფრიალებს რუსთაველზე. სულს ამოგხდი. აბა პიდარასტებს უნდა ჩააბაროთ, ეხლა გადი აქედან ნუ გამაგიჟო. იქნება ეს გედედეს უფროსი, იქნება დღეს ქართული ოცნების ლიდერი, ხო, ირაკლი კობახიძე, მაშინგი ვითარგამაძე, სხვა ნაციონალურ მოძრაობის ლიდერები, პირდაპირ ძალიან მარტივად სახავენ მტრებად საზოგადოების მეორე ნაწილს. და მათ უწოდებენ ყველაფერს, ხო? მაშინ თუ იყო მთავარი მტერი და ყველა ამბობდა, რომ ვინც კი მეწინააღმდეგება, არა მხოლოდ პოლიტიკური ოპონენტი, ხო? ყველა საზოგადოების ნაწილი, რომელიც მე თანხმება, ის არის რუსეთის აგენტი. ეს იყო სააკაშვილის დროს და დღეს რა ხდება? ყველა ვინც არ ეთანხმება ქართულ ოცნებას, ან არის გლობალური ომის პარტიის წევრი, ან არის კოლექტიური ნაცმოძრაობის წევრი, ან არის აგენტი, მოღალატე და სხვა მრავალი ეპითეტი. უბრალოდ საჭიროა რომ შეიქმნას მტრის ხატები და საზოგადოება მაქსიმალურად გაიხლიჩოს ორად. კიდევ ერთი ვიდეო, რომელიც ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ, ეს ეხება ორი ქალის ამბავს. ზუგდიდის პოლიციის უფროს მოადგილე და ცნობილი დამნაშავე მეგის ქარდავა, რომელსაც ალიყური გაარტყა მაშინ კალბატონმა და დღეს ასევე ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე, რომელსაც მზია მაყობელმა გაარტყა ალიყური და ის დღემდე იმყოფება პატიმრობაში, უკვე 20 დღეზე მეტია, რაც ჩიმშილობს. მეგის ქარდავს გაარტყეს სილა, მეგის ქარდავს შემდგომ დააკავეს ეს კალბატონი და 1 საათში ის გაათავისუფლოს. დღეის შემთხვევაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ მზია მაყობელი უკვე თითქმის 1 თვე იმყოფება პატიმრობაში. ერთი ფაქტორი, კიდევ ერთი, რომელზეც ჩვენ უნდა გავაკეთოთ აქცენტი, ეს რა არის? ხო, სადამსჯელოობა და დამსჯელობითი მოქმედებები და ამაზე არაერთხელ და არაერთგზის ისაუბრა სახალხო დამცველმაც, მათ შორის არის სამთავრობო ორგანიზაციებმაც, სამოქალაქო საზოგადოებებმაც, რამდენი ადამიანი არის დაკავებული და რამდენის მიმართ მოხდა არაადამიანური მოპყრობა, ხო? და ბოლოსაც ვნახეთ, რომ 25 დაკავებული მოინახულა სახალხო დამცველმა და 22 იყო ნაცემი რაღაცნაირად სადისტურად, სახის არეში სპეციალურად გამიზნებით. კიდევ ერთი ვიდეო მგონი საინტერესო იქნება ვილაპარაკოთ მართლა დაკავებებზე, როცა საუბრობთ, როგორ არაჰუმანურად იქცევიან ხოლმე პოლიცია ერთის მხრივ, მეორეს მხრივ სასამართლო და როგორ ხდება ადმინისტრაციული სახტელების შეფარდება ისე, რომ ადამიანის არც დარღვევის შესახებ იყო თუ არა დარღვევამაც მსჯელობა არ მიდის და მეორე მის მიმართ განხორციელდა თუ არა არაადამიანური მოპყრობა. მათზე იყო ფიზიკური ზეწოლა. მათ არაფერი აბსოლუტურად არ დაურღვევიათ. დაახლოებით როგორც თვითონ ამბობენ 20 პოლიციელი მივიდა გადმოათრიეს მანქანიდან, ჯერ ცემეს და ორივე მათგანს ეთყობოდა ფიზიკური დაზიანების ნიშნები, განსაკუთრებით დაჩის ეთყობოდა ეს. დაჩიმ განაცხადა, რომ როდესაც ისინი ცემეს და გადაუვარეს, რასაც ქვია, მიიტანეს მერე ცოცხები მასთან და ცოცხებთან ერთად გადაუღეს სურათი. მაშინდელი აქტივისტი დღეს ხელისუფლებასთან დაკავშირებული დაჩის საგურიას მიმართ მოხდა არაადამიანი მოპყრობა და როგორ გაუშვეს ის პატიმრობაში და როგორ გაუშვეს ახლა სადისტურად ნაცემი ადამიანი ზვიად რატიანი 8 დღე და ეს არ არის ერთი შემთხვევა. ხო, უბრალოდ ახლა საჩვენებლად და სათქმელად ვამბობთ, რომ ესეთი არაერთი იყო აი ამ შემთხვევებში. ბოლოს ჩვენ შეგვიძლია შევადაროთ ძალიან მარტივად სააკაშვილის რეჟიმმა, როგორ დააჯილდოვა 2012 წელს ღირსების ორდენით. აი ეს მეგის ქარდავა, რომელსაც ალიყური გაარტყა კალბატონმა და მეორე მხრივ როგორ დააჯილდოვა ეხლა უკვე მიხეილ ყაველაშვილმა მთელი წყება, ხო, პოლიციელების, რომლებმაც არაადამიანური ქმედებების არაერთგზისი გამოვლინება აჩვენეს აქციების დროს და შესაბამისად აი ამ ვიდეოში იმის ჩვენება გვინდოდა რომ პოლიციური რეჟიმი არც არ წასულა, პოლიციური რეჟიმი კიდევ უფრო გაძლიერებულია და სწორედ აი ამას ეყრდნობა მხოლოდ ქართული ოცნება და
როგორც თუ გმობდი ნაციონალურ მოძრაობის ძალადობას, ვერაფრით არ უნდა მიიღო ის, რასაც ქართული ოცნება ჩადის და თუ გმობდი ქართული ოცნების ძალადობას, არასდროს აღარ უნდა დაუშვა ის, რომ ვიღაცა მოვა, რომელიც აი ამას გააცოცხლებს და შეინარჩუნებს. შესაბამისად, ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ და საბოლოოდ უნდა ვთქვათ უარი პოლიციურ რეჟიმზე.